ქართული ოცნების ინიციატივა სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დამატების შესახებ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში, როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა. მამუკა მდინარეძემ უმრავლესობის ხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, მუხლი თავის დროზე კოდექსიდან ნაციონალურმა მოძრაობამ ამოიღო. მართლ გუნდში მიიჩნევა, რომ მნიშვნელოვანი არსებობდეს მუხლი, რომელიც სახელს დაარქმევს იმ დანაშაულებებს, რომელიც შესაბამისი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული თავით არის განსაზღვრული. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ თუ ვინმე ახლა ამ მუხლით არის გასასამართლებელი, სწორედ ქართული ოცნებაა. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება რეპრესიებს, რომელიც არის ყოველდღიური ფაქტობრივად, მათ შორის საკანონმდებლო სივრცის და ბაზის შექმნა ამ რეპრესიებისთვის და ასევე ეს არის პიარული პროპაგანდისტული მიზნებისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანებზე მე გამოაცხადონ ხოლმე, რომ აი ეს სამშობლოს ღალატში არის ეჭვმიტანილი, ბრალდებული. ამიტომაც ჩვენ გვაქვს შემთხვევა კლასიკურ ავტორიტარულ რეჟიმთან. ივანიშვილის რეჟიმის მტკიცება, რომ სამშობლოს ღალატის მუხლი გაუქმდა არის манипуляციური, იმიტომ რომ სისხლის სამართლით, რასაც ნამდვილად სამშობლოს ღალატი ქვია, ის კვლავ დასჯადია. თუმცა ამ შემთხვევაში კონკრეტული მუხლის ჩანაწერი არის განსხვავებულად წარმოდგენილი, მაგრამ სამშობლოს ღალატი რომ კვლავ დასჯადია, მიმდინარე არსებული კანონმდებლობით ეს არის ფაქტი, მაგრამ ეხლა ამ манипуляციურ განცხადებით, რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი ეხლა ივანიშვილის რეჟიმს აქვს, რომ გააძლიეროს ის საბჭოთა ტიპის რეპრესიები, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ივანიშვილმა თავის ძალაუფლების და ფულის დასაცავად წამოიწყო. საზოგადოებას ახსოვს, რომ 2008 წლის ომის დაწყებამდე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა სისხლის სამართლის კოდექსიდან გააქრო სახელმწიფოს ღალატის, იგივე სამშობლოს ღალატის მუხლი. ეს დღევანდელი გადასახედით არის აბსოლუტურად გასაგები, რადგანაც ეს რეჟიმი პირდაპირ მნიშვნელობით აპირებდა საკუთარი ქვეყნის ღალატს, რაც პრინციპში მანამდეც ჩაუდენია, თუმცა 2008 წლის მოვლენები ამ მოცემულობის მკაფიო ხაზგასმა იყო მთელი კასკადი ღალატისა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. საზოგადოებამ რა თქმა უნდა იცოდა, მაგრამ ჩვენი კომისიის ხდომაზე მორიგ ჯერზე კიდევ ერთხელ გაიხსენა ის ფაქტები, რის გამოც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე ამოიღეს სისხლის სამართლის კოდექსიდან ეს მუხლი, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლება, სამშობლოს ღალატი. ჩვენ კარგად დავინახეთ სამწუხაროდ, რომ აი ეს რეჟიმი ნაციონალური მოძრაობა დგამდა ისეთ ნაბიჯებს, რომელიც პირდაპირ იყო სამშობლოს ღალატის ნიშნების შემცველი. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ამ ფაქტის გამო არ ხდება შესვლა ეხლა ამ სამშობლოს ღალატის მუხლის დააღდგენა სისხლის სამართლის კოდექსში. ნებისმიერი პირი უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ არსებობს ასეთი მუხლი, რასაც ქვია სამშობლოს ღალატი, რომ მან ასეთ ნაბიჯზე არც კი უნდა იფიქროს. ეს არის მიზანი სწორედ აი ამ ცვლილებების.